ჩვეულებრივ ბაღის ბილიკები მძიმეა, ამიტომ საფუძვლიანი მომზადება სჭირდებათ. ეს ბილიკი კი მსუბუქი და გამძლეა. ჩვენი ვარიანტი შესაძლოა ბილიკების მშენებლობაში რევოლუცია იყოს. თუ ადრე მომაფიქრდებოდა ესეთ ბილიკს $10,000 პროექტის გარშემო გავაკეთებდი და ის გახდებოდა ატმოსფერო, ჩვენი ბილიკის შემადგენელი ნაწილები მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქია ტროტუარის ფილაზე, ბუნებრივ ქვაზე, ბუნებრივ ქვაფენილზე და ჩასხმულ ბეტონზე. ამიტომ მონტაჟისთვის საკმარისია მხოლოდ მიადაგის ზედაფენის მოცილება და ოდნავ გაფხვიერება. ასეთი ბილიკების დამზადება შესაძლებელია ერთ ადგილზე, შემდეგ კი მათი გადატანა პირად ტრანსპორტზე, მარტივად გადმოტვირთვა და სწრაფად მონტაჟი სხვა ადგილას. დამზადება ძალიან მარტივი და ადვილია, ამიტომაც ეს შეუძლიათ სუსტი სქესის წარმომადგენლებსაც. გამოყენებულია ძალიან ხერხმისაწვდომი სამშენებლო მასალები, მათი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში. ასეთი ბილიკები საშუალებას მოგცემს ჩვენი ეზოები და აგარაკების სილამაზით შევატაროთ რუბლიოების ფუფუნებას, თანაც ძალიან იაფად. ცოტა სასიამოვნო შრომა და კომპოსტერთან, გარე ტუალეტთან და საზაფხულო შხაპთან მისვლა უკვე შესაძლებელი იქნება ლაქშერი ბილიკებით, რომლებიც შესრულებულია ხმელთაშუა ზღვის სტილში. მინიმალური შრომა, მაქსიმალური ესთეტიკური შედეგი. არხის პესნიაში კოსეკა მაყურებლები პირველები გაიგებენ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეხლა კი ყველაფერს თანმიმდევრობით განვიხილავთ. ყველას მოგესალმებით. დროა გავახანძლიოთ ჩვენი ბაღის ბილიკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ. მაშინვე საჭირო სიგრძის გაკეთება ვერ შევძელით, რადგან ბუნებრივი ქვის მაღალი ფასი იყო. გადავწყვეტეთ ბილიკი აქამდე გავახანძლიებინა. გამოვიყენებ შეიძლება ითქვას ინოვაციურ მეთოდს, რომლის იდეას დიდი ხანია თავში მიტრიალებს. აი ესე ალბათ ვიწროა, აი ესე კი ფართოა. ეს უკვე თელი ბულვარია. წინა წარმატებით განხორციელებული იდეიდან ცოტა პენოპლექს კომფორტი დამჭა. მის ფურცლებს ორივე მხრიდან ხის ხერხის სახენურიდან მოხსნები პირით ვხეხავ. ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა, რომ ფურცლებს საჭირო ხორბლიანობა მივცე. ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი, სექტემბერი ანომალურად კარგი ამინდით ძალიან მახარებს. ამიტომ საქმეს ბაღში პირდაპირ ბალახზე შეუდექი. მინდა ავიცო სითბოთი, რომელიც მალე ცივ და ნესტიან ამინდად შეიცვლება. პენოპლექსის ფურცლებს ერთმანეთს პოლიურეთანის სამშენებლო წებო ქაფით ვაწებებ. წებოს გაშვებისას ფურცლებს სიმძიმით ვაწვევი. ამ მიზნით ვიყენებ კლასიკური ბილიკების ელემენტებს, მძიმე ტროტუარის ფილებს. სანამ თბილა, წებოქაფი ძალიან სწრაფად იკვრება. უკვე დაახლოებით 20 წუთში შეიძლება მოჭრა გამოყოფილი ზედმეტი. სიგანეზე ერთმანეთთან შეწებებული სამი ფურცლის ზომა თითქმის 180 სანტიმეტრია. პოულობ შუას და ვჭრი ნამზადს თანაბარ ნაწილებად. ვიყენებ პენოპლექსის ფურცლებს, რომელთა სისქეა 3 სანტიმეტრი. კიდეებზე აქვს ჩაღრმავება, რომელსაც ვაჭრი. პენოპლექსის 2 სანტიმეტრიან ფურცლებში ასეთი ჩაღრმავებები არ არის. მაგრამ სისქის ასე დაზოგვა ჯერ ვერ გავბედე. ეხლა ნამზადები თითქმის 90 სანტიმეტრის სიგანეზეა და ეს ზუსტად ისაა, რაც ვჭირდება. პენოპლექსის ნარჩენები კარგია, მაგრამ მაინც მომიწია მაღაზიაში წასვლა დანარჩენი ინგრედიენტებისთვის. შემდეგ ვიყენებ შპაკლაფის ტუტეგამძლე მინის ბოჭკოვანი ბადეს, რომლის უჯრედის ზომა 5-5 მმ. ის იყიდება 1 მეტრიანი რულონებით. ვჭრი 2 მეტრიან ნაჭრებად. პირველი 2 საწტელი ბილიკის ელემენტისთვის 3 ასეთი ნაჭერი დამჭირდება. ერთს კი შუაზე ვჭრი სიგრძეზე. ვაზავებ სალესაწებებელ ნაზავს, რომელსაც თბოიზოლაციის ფასადის სამუშაოებში იყენებენ. ამ ნაზავზე კედლებს, რომლებიც თბოიზოლაციას საჭიროებს, აკრავენ პენოპლექს ან ფასადის ქვის ბამბის ფურცლებს. შემდეგ ამავე ნაზავით ზედაპირზე ქმნიან საბაზისო გამაძლიერებელ ფენას. ასეთ ფენას დავიწყებ პირველი ნამზადის ზედაპირზე გაკეთება. მეორე ნამზადზე გადასასვლელად საჭირო გახდა სამუშაო ადგილის გათავისუფლება. ამისთვის გამოვიყენე პლასტმასის კასრი, მაგრამ თანაბარი სატადენის გარეშე ნამზადი გადაიღუნა. ასე დატოვება არ შეიძლება. წებოვანი ნაზავი დამაგრდება და ზედაპირი სამუდამოდ ასეთ გადაღუნულ მდგომარეობაში დარჩება. ამიტომ ნამზადს ისევ მაბიდაზე ვაბრუნებ. ამ მანიპულაციების გამო ახალი გამაძლიერებელი ფენაზე მცირე პრობლემა წარმოიშვა. ამას ვასწორებ წებოვანი ნაზავის თხელი ფენის დამატებით. მთელი ეს აუზაური იმიტომ მოხდა, რომ არ გავრისკე ჯერ არ გამაგრებული ნამზადის ბალახზე დადება ჩამოკიდებული ბადით. შემეშინდა, რომ კიდეებზე ექსტრუდირებული პოლისტიროლისგან მოშორდებოდა. პირველ 2 ფურცელზე ამ ტექნოლოგიის დამუშავება ამოცანა, რის შემდეგაც პროცესი ბევრად უფრო სწრაფად უნდა წავიდეს. დამეხმარა ხის სკამი და მეორე ცვილი ხელიც. წებო მასას უსვამ მეორე ნამზადს. მასში ვათვენ მინის ბადეს ფართო შპატელით და უსწორებ, რომ შედარებით სწორი გამოვიდეს.
ამასობაში მეორე ნამზადის ზედაპირი გამაგდა. მის კიდეებს ვასუფთავებ. ნამზადებ კუთხეებში ადგილებს უთვლი, მინის ბადეს ვაჭრი. კვლავ ვაზავებ სალეს საწევებელ ნარევს და ვიტან მეორე მხარესაც. ასევე არ მომწვდება წებოწავის და კიდეებზეც. შემდგომი მოქმედებები გავს ექსტრუდირებული პენოლიპენოპოლისტიროლის ნაჭრის მინის ბადის კონვერტში გახროვას. ამგვარად არმირებულია არა მხოლოდ ორივე ზედაპირი, არამედ ყველა კიდეც. მესმოდა რომ არსებობს მეგაპოლისი, რომლის მერის ძალიან ზრუნავს გზებისა და ბილიკების ხარისხზე და მუდმივად აუმჯობესებს მათ. ჩემი მოგზალებუნი ოცნებაა, რომ ეს მეთოდი მაინც დაეხმაროს ბილიკების გაუმჯობესებას, სულ მცირე პოსტსაბჭოთა სიმცის მასშტაბით. აბით. და თუ თქვენ გააზიარეთ ამ ვიდეოს ყველგან სადაც კი შეგიძლიათ, თქვენც იქნებით ამაში მონაწილე. მოდით ერთად ვეცადოთ ამას მივახციოთ. კიდეების უსწორმასწორობებს გამაგრების შემდეგ შპატელით ვასწორებ. ნარევის შემადგენლობაში არის სპეციალური პოლიმერები, რომლებიც აძვირებს მის მიმწეობას თბოს აიზოლაციო მასალასთან და ცემენტი, ხოლო ცემენტი თავის სიმტკიცის უმეტეს ნაწილს 28 დღეში იძენს. ამიტომ პირველადი დაჭერის შემდეგ ყველაფერი მარტივად შეიძლება გასწორდეს. ახის ახალმაყურებლებს იაშა კოზიაკის სიმღერები გაცნობებთ, რომ ეს კუპელმინი აუდიც დაახლოებით 90%-ით პენოპლექსისგან არის გაკეთებული. ცხელი ამინი დასრულდა, ამიტომ მას წყლის რეზერვუარად ვიყენებთ. მეორე ნამზადთანაც ყველაფერს ზუსტად ასე ვიმეორებ. ჯაგრიანი მხარე უჯანგავი ფოლადის გლესერის საშუალებას ვადლებთ, წებო ზედაპირზე უფრო თანაბრად დავიტანოთ, ვიდრე ეს გლუვი მხარით გაკეთების შემთხვევაში. ჯაგრიანი მხარე სწორედ ამისთვის არის დამკუთვნილი. ნუი მხარით სახეხისა, მინის ბადეს წებოს ფენაში ვასმევ. ზედმეტ პატარა ნაჭრებს ბადისას ვჭრი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სექტემბერია, მზე ჯერ კიდევ აწყნებს. ჭრილის გარეშე წებო საკმაოდ მალე იწყებს ესე შპატელს გამოყოლას. მომიწია ზედაპირისთვის წყლის შესხურება. საერთოდ ესეთი საქმეები უმჯობესია ჭრილში აკეთო. ფართო შპატელი ზედაპირს ადვილად ანიჭებს ისტორეს, რაც საკმარისია ჩაფიქრებული მიზნისთვის. დარწმუნებული ვარ იმის გასაკეთებლად, რაც მე გადავწყვიტე, საერთოდ არ არის საჭირო სამშენებლო გამოცდილება. მოქმედებების მთელი თანმიმდევრობა წარმოუდგენლად მარტივია და ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ძლიერ სქესისთვის, არამედ სუსტი სქესისთვისაც. მზეზე წებო სწრაფად შრება, ამიტომ ვცდილობ ზედაპირი დავატენიანო. ცემენტს ტენიანობა უყვარს. ამ დროს მივხვდი, რომ იმპროვიზირებული კონვერტები მინის ბადისა და წებოსგან, შიგთავსით პენოპლექსისგან თითქმის ზუსტად ისეთი გამოდის, როგორიც წარმომედგინა. ამიტომ წავედი და კიდევ მიყიდე წებო, ბადე და პენოპლექსი. ერთ შეფუთვაში 13 ფურცელია 3 სანტიმეტრის სისქით. ფურცლები უფრო სქელიც არსებობს, ისევ ხეხავ პენოპლექსის ფურცლებს. სხვათა შორის არსებობს უკვე ხორპლიანი საიზოლაციოს, რომელსაც პენოპლექს სტენა ქვია. მაგრამ ჩვენ სოკელთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ის უკვე აღარ იყო, ხოლო შორს მდებარე მაღაზიაში წასვლა დამეზარა. უფრო სწრაფია, როცა თავად გავხეხავ გლუვს. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი გახურებაა. საბაღე ბილიკზე მუშაობის გაგრძელება ფარდუმფრ გადავწყვიტე. პენოპლექს კომფორტი გამოიტანება სახურავების, კედლებისა და აივნების თბოიზოლაციისთვის. მე მას ბევრად უფრო ფართო მასშტაბით ვიყენებ. ამ ყველაფერს საკუთარი რისკით ვაკეთებ. მასალამჯერ არც ერთხელ არ გამიცრუა იმედი. საბედნიეროდ ეს სამხედრო კვანგოვანი შენიხვა არ არის, უბრალოდ ზედმეტი მცენარეულობის დაცვა. მეზობლები იწყებენ ყოველწლიურ რიტუალს. ჩვენი ბელარუსის ბუნების დაცვის კანონმდებლობით მოხალხეებისთვის საკუთარ ნაკვეთებზე ფოთლებისა და მცენარეული ნარჩენების დაცვაზე აკრძალვები გათვალისწინებული არ არის. აი ნამდვილი თავისუფლება. ასეთიც კი თავისუფალ ამერიკაში აშკარად არ გამოვა. როცა მეზობლის კვამმა თავი ანთქივა დაუფიქრდი, იქნებ ჯანდაბას ეს ჩვენი ბელარუსული თავისუფლება, იქნებ უთავისუფლება, იქნებ უკეთესია. მაგალითად, როგორც გერმანელები, რომლებიც ყველაფერს წესრიგით აკეთებენ და სადაც ყოველი ქმედება უამრავ ინსტანციაში უნდა შეათანხმო. მაგრამ ვთიგობ, მოვიშორო ეს აზრები. ასე ხომ ნამდვილად დავკარგავთ ჩვენს სლავურ სიგიჟეს, ავთენტურობას. მეზობებმა თითო სიგრძნო, რომ ჩემს გენებში სლავურისა და წარმართულის გარდა შერეულია ძალიან შორეული აღმოსავლური გენებიც. ამიტომ კიდევ უფრო აძლიერებდა კვამლისა და ცეცხლის ქაოსს. ამტკიცებდა სლავური სამყაროს უპირატესობას.
ერთ მომენტში სოგარ მომეჩვენა, რომ მან ცეცხლში ჩააგდო აკრძალული მცენარე. ეხლა სოფელში დღესასწაული უნდა გამოაცხადო. რა აზრები აღარ მოგლის თავში ამ კუმარის ზემოქმედების ქვეშ. დაღამებისას მეზობელი ქალმა შეცვალა მეზობელი და გააგზელა ეს გიჟური რიტუალი. ჩვენი თხოვნების მიუხედავად, რომ მაინც ღამით შეჩერებულიყო, ის იმეორებდა, რომ კანონი არ გრძელავს და აგრძელებდა დემონების განდევნას. გენეტიკურ მეხსიერებას ვერც გახურებული რკინით ამოშლი. პირადი დაკვირვებით ასეთი სახის პირომანიისკენ მიდრეკილება ასაკთან ერთად მოდის, მაგრამ საბედნიეროდ არა ყველასთვის. საპენსიო ასაკი კი მის აყვავებას უთხოვს ხელს. ესეთი გამოვლენები უფრო ადრეულ ასაკში შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ფსიქოლოგიური ასაკი უკვე საპენსიოსკენ მიისწრაფის, მაგრამ ეს ზუსტად არ არის ცნობილი. ამიტომ მათ, ვინც უკვე მზად არის სოფლის რომანტიკის გასასინჯად, ხილს დაფიქრდნენ რამდენად ძლიერ სრუტ მასში ჩაძირვა. და შესაძლოა რომ დემონებთან ერთად არ იქნენ განდევნილი. სჯობს სოფლის ნაცვლად კოტეჯების დასახლება აერჩია. უფრო ერთგვაროვანი კონტინგენტით, რომლისთვისაც მოსავლისთვის ბრძოლა პირველ ადგილზე არ დგას. სხვათა შორის ჩვენ უკვე დიდი ხანია რომ ბუნებაზე და მეზობლების სასუნქ სისტემაზე მავნეზე მოქმედების შესამცირებლად ბაღის დამფუძმაცებელს ვიყენებთ. ბილიკის დანარჩენი ელემენტების შექმნის სამუშაო გადავწყვიტე იატაკზე ჩამეტარებინა. ჩემთვის დეტალების ასეთი განლაგება უფრო ჩვეულებრივია ვიდრე მაგიდაზე. როცა მინიაუს ვაკეთებით, ექსტრუდირებული პოლისტიროლის რამდენიმე მომგვალებული ნაჭერი დაგვრჩა, რომელთაგან ერთის გამოყენება გადავწყვიტე. თითქმის უნარჩენო პროცესია. ზუსტად იატაკზე მსგავსი მეთოდით ვამზადებდი რეკორდულად იაბდად პოეფექტურ კედლებს, პროექტში სახლი $1000. ეს არის ჩვენი გარე ევროტუალეტის კედლის ელემენტები. ძალიან თბილი შემაღლებული ქულის საფუძველი, გასწრიალებადი ჭიშკრის შევსება, ყველაფერი პენოპლექსის გამოყენებით. სხვათა შორის ამ ყველაფერზე ძალიან დეტალური ვიდეოებია არხზე პესნი იაშიკასეკა. ბუმულებს ამ ვიდეოს ქვემოთაც დავტოვებთ. პრინციპში შეიძლებოდა პენოპლექსისგან ერთი დიდი ნამზადის შექმნა, ორივე მხრიდან არმირება და შემდეგ საჭირო ელემენტებად დაჭრა. მაგალითად, ასე გავაკეთე გასწრიალებადი ჭიშკრის შევსება 90%-ით, რომელიც პენოპლექსისგან შედგებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაუცველი არარმირებული ბოლოები რჩება. როცა ვაკეთებდი შემაღლებულ თბილ კვალსეებსით, ბოლოებს ცალკე ვარმირებდი. ბილიკის ელემენტებში მინდა ერთდროულად გამაგრებული ბოლოები მივიღო. ამიტომ არის მთელი ეს აუზაური პენოპლექსის ბადეში გახვევასთან დაკავშირებით. ხშირად მეკითხებიან, რომელი საბათქაშეწებოვანი ნარევი ჯობია გამოსაკენებლად. არჩევის კრიტერიუმი ჩემთვის ერთია: ფასი. შევდივარ მაღაზიაში და ვირჩევ იმას, რომელზეც ამ მომენტში ყველაზე დიდი ფასდაკლებაა. სამშენებლო ნარევების ყველა თავმოყარე ბრენდი უშვებს წებოს მინერალური ბამბისა და პენოპოლისტიროლისთვის. სწორედ რომელიმეს გამოვყოფდი ვერ მithვი. არც ერთი მათგანი ფითონ ზედაპირზე ზუსტად არ წაისმება. მე პროფესიონალი არ ვარ, უბრალოდ მოყვარული ვარ. ამიტომ კონკრეტულ ბრენდზე მიჯაჭვულობა არ შემიძენია. სამუშაო ძალიან მარტივი და მსუბუქია. ფართო შპატელი ძალიან ადვილად შეიძლება საკმარისად სწორი ზედაპირის მიღება. ეს მასალა შეიძლება მაგალითად იყოს შესანიშნავი და ამინდის ზემოქმედების მიმართ გამძლე სამუშაო მაგიდის ზედაპირიც. სხვათა შორის მასალის გამოყენება საიმედო გარეავეჯის დასამზადებლად საერთოდ ცალკე თემაა, რომელსაც იმედი მაქვს ოდესმე მიუგრუნდები. აშენე და აშენე. თემი ვარიანტი ექსპერიმენტულია, ამიტომ მისი გამეორება მთლიანად თქვენს პასუხისმგებლობაზეა. მაგრამ გარკვეულ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვერ ვხედავ მიზეზს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის წარმატებულ განხორციელებას. იმისათვის რომ გაუძლოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის წონას. კლასიკური ბაგის ბილიკები მზადდება თავიდანვე ძალიან მძიმე მასალებისგან, როგორიცაა ბეტონის ფილა, ბუნებრივი ქვა, დიდრულ სახლებში ბეტონის საფარი, გრანიტის ქვაფენილი. ეს ძალიან მძიმე საფარები საჭიროებს საფუძვლის ძალიან საფუძვლიან მომზადებას, ქვიშის საგუნდაგულო დატკეპნას, ძვილადღირებული ყორღის, წვილი ქვის, არანაკლებ ძვილადღირებული ცემენტის ნაზავის გამოყენებას. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თავად მძიმე მასალა დროთა განმავლობაში თავისი წონის გამო მიწაში არ ჩაიძიროს. რისთვის არის ეს ყველაფერი, როცა უბრალოდ მძიმე მასალის შედარებით მსუბუქით შეცვლაა საჭირო? თუ მე ვწდები. სოლთან შეთანხმების შემდეგ დავიწყე დეკორატიული ზედაპირის ესკიზის შექმნა. კიდეებზე იყოს რაღაც ქვაფენილის მსგავსი, ხოლო შუაში ბუნებრივი ქვის იმიტაცია. მონიშნავს ბოლო წიგოებზე გადამავთ, რადგან ხნარის ფენის ქვეშ ხაზები აღარ გამოჩნდება. ექსტრუზიული კაპოლისტიროლი პენოპლექსი უკვე დიდი ხანია გამოიყენება გზების მშენებლობაში. მას იყენებენ თვითმფრინავების ასაფრენ ზოლებშიც კი. მასალა ეკოლოგიურად სუფთაა, ბიოსტაბილურია, ეფექტურია და მისი ექსპლუატაციის ვადა 50 წელზე მეტია. პენოპლექსი ამცილებს სეზონური გაკენვის სიღრმეს, ხელს უშლის დეფორმაციებს ყინვის ამობურთვის ძალების ზემოქმედებისგან. იმის გამო, რომ პენოპლექსს პრაქტიკულად ნულოვანი წყლის შთანთქმა აქვს, ფიქრობ ის შეიძლება ჰიდროიზოლაციას გამოიყენებოდეს. ჩვენ ეს თვალსაჩინოდ შევამოწმეთ, როცა ჩვენი კუპელი მინიაუზი ავაწყვეთ. მაშინ ჰიდროიზოლაცია მხოლოდ ნაკერებზე წაუშვით, რადგან გამოცდილებით ვიცი, რომ წებო და ქაფი წყალს შეიძლება ატარებდეს. მზადებულ ბილიკებზე გვაქვს საბაზისო გამაგრებითი ფენა, რომელზეც ახლა შეგვიძლია უამრავი სახის დასრულების საფარი დავიტანოთ. ჩვენი საფარის ვარიანტის დასატანად გამოვიყენებ ყველაზე იაფ ფილების წებოს. დატანილ ფილების წებოს უბრალოდ არეულად ვასწორებ შპაპე შპატელით.
მართლა მოსახერხებელია, რომ სამუშაოების ნაწილი შეიძლება წელის სიმაღლეზე, მაგიდაზე ჩატარდეს. შეკვრას დაწყებულ ზედაპირზე ბოლოების ნიშნულების მიხედვით ვაკეთებ წინასწარ ბრუშჩატკის მონიშვნას. შემოქმედებით პროცესში სულად ჩასართავად, შემდგომი სამუშაოსთვის ბაღში გადავდივარ. ძალიან მოსახერხებელია, რომ მომავალი ბილიკის ზედაპირის მდებარეობა მარტივად შეიძლება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადაყვანა. მეც კი ამიცი, როგორ დავხატო ესეთი ორნამენტი. თუ კაფელის წევო იმპროვიზირებული ნაკერებიდან ზედაპირზე დარჩებოდა და არ ვარდებოდა ქვემოთ, ჩვენი პლანეტის გრავიტაციის გავლენით, ის გავლენით. ამ მეთოდის მხოლოდ დადებითი მხარეები ჩანს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენი შენობები, რომლებიც პენოპლექსისგან არის აშენებული, ამტკიცებს, რომ ეს არა მხოლოდ შესანიშნავი თბოიზოლაცია და ჰიდროიზოლაცია, არამედ კონსტრუქციული მასალაც. ორივე მხრიდან მინის ბოჭკოვანი ბადით და ნაზავით გამაგრებული, ის ნამდვილ გამდლე კომპოზიტად იქცევა. თანაც ისეთ კომპოზიტად, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ სახლში მშენებელს, მოყვარულს და აგარაკის ფლობელს შეუძლია ყველგან ხელმისაწვდომი მასალებისგან. მეცნიერულად, სწორ ბილიკის ან შენობის გარშემო წყალამრიდი ზოლის ქვეშ უნდა დაიდო პენოპლექსი. იქ ის უბრალოდ წევს და ხელს უშლის გარყინოსა და ყინვისგან მიწის ამობურცვას. იმ ვარიანტში, რომელსაც მე ვიტენდებ, ის არა მარტო იფრება, არამედ პირდაპირ ტვირთსაც აირებს საკუთარ თავზე. ამინდი ცხელია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ქარია. ერთ-ერთმა ესეთმა ქარმა ეს ნამზადი დააგდო და მთელი ძალით დაარტყა იატაკზე დადებულ ბეტონის ტროტუარის ფილას. თითქმის გამაგრებულ დეკორატიულ ზედაპირზე, რომელიც ფილების წებოთი იყო დაფარული, ძლივ შესამჩნევი კვალი დარჩა, რომელიც მაშინვე გამოასწორე. მტკიცე და ადვილად შესაკეთებელია. გადავიტანე ისეთ ადგილას, სადაც სამხრეთის ქარი ვერ მისწვდება. მაშინაც კი როცა ძლიერი ყინვებია, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შეთვა და აღარ არის საჭირო. უბრალოდ შემოქმედება თბილ ოთახში უნდა გადაიტანო. ზამთარში შეიძლება მუშაობა, მაგალითად გარაჟში თუ ბუჟნიკას დაანთებ, ხოლო ქალაქელებს შეუძლიათ ბინაში, აივანზეც კი იმუშაონ. გაზაფხულის დათბობისთანავე ბილიკი ლიფტით ჩამოიტანე, მანქანით მიიტანე და აგარაკზე სწრაფად დაამონტაჟე. თუ ხედით ახალი წევო შეგეხო, არა უშავს, ყველაფერი ძალიან მარტივად გამოსწორდება და გასწორდება. თუ უჟანგავი ფოლადის სპილანებიანი შპატელი დაახევს დაახლოებით 45 გრადუსით ზედაპირზე, წებოს ზოლები თანაბრად და სრულად დარჩება. ეს ნიშნავს, რომ წებო თანაბრად ისმევა და შემდეგ გაკეთებულ ნაკერებს ერთნაირი სიღრმე ექნება. სონი უკვე არაპირველად აქტიურად ერთვება ჩვენი ნაგებობების გაფორმებაში. ქალები ხშირად საკმაოდ უსარგებლო ჰობებით არიან დაკავებული, მაგალითად მინის ან კერამიკის მოხატვით. ეს ბილიკების ვარიანტი საშუალებას იძლევა ასეთი ჰობი რეალურ სარგებლად იქცეს. ასევე ასეთი ბილიკები შესაძლოა უსარგებლო საბავშვო გასაფერადებლებს სასარგებლოდ ჩაანაცვლებს. ნუ გავკითხავთ მკაცად, ჩვენ ხო პროფესიონალები არ ვართ. უბრალოდ ჩვეულებრივი მოყვარულები ვართ, რომლებსაც რაღაცის აშენება უყვართ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ პროექტიდან პროექტამდე ყოველ შემთხვევაში ბუნებრივი ქვის იმიტაციის ფორმა სულ უფრო უკეთ ლამომდის. ამჯერად მე მივედი მარტივ გადაწყვეტილებამდე, რომ მომავალი ბილიკის ზედაპირზე წერტილებში მხოლოდ 3 ნაკერის ხაზი უნდა ერთდებოდეს და არა 4. ასე გამოდის, კითხოს ნორმალურადაა. ყველა ბაზრი კუთხეს ვამგვალებ, ნაკერებს მოხრილი მავთულის ნაჭრით ვხაზავ, ვაკონტროლებ თავს, რომ შემთხვევით ქვეცნობიერად არ დავხატო რამე უხამსი, რაც მსოფლიოში არსებულმა გარემომ შეიძლება შთამაგონოს. ასეთი სახლის შემოქმედება ძალიან მეხმარება ყველაფერსდან აბსტრაგირებაში. ქტერი, რომელიც არ ძინავს, ამ ხაზების წაკითხვით, რომლებიც ჩემს გონებაში იბადება, შეიძლება ყველაფერს მიხდეს ჩემზე. უკვე დიდი ხანია ტელევიზორს აღარ უყურებ, მაგრამ მაინც მატვალებს. რაც უფრო მეც ხატავ, მით უფრო მინდა ხატვა, მხოლოდ კარგის. აზრები ნორმაში მოდის, მომზადებული მასალები ცხელხაჭაპურებით სწრაფად მზადდება. ჩვეულებრივ ბაღის ბილიკები და ბალახის გაზონები ეს ორი ერთმანეთის შემავსებელი ლანდშაფტური სილამაზეა. პენოპლექსის აბაზანის წყალობით მზით გათბობილი წყლის სოლიდური მარაგი გაგუჩნდა. შავ კვირებში ბოსტნისა და ბალახის მორწვა ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდა. სუსტი წნევა სარქლავ სისტემაში აღარაა შემზღუდველი. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ბალახი უკვე გაზონსაც კი მოგვაგონებს. რომ კიდევ უფრო მეტად მოგვაგონოს, მე გადავწყვიტე გამოვიტენო არა მხოლოდ მორწვის ძალა, არამედ ნამდვილი სასუქების ძალაც. ხოლო მინერალური სასუქი ფერტიკა გაზონოსენი არის კომპლექსური გრანულირებული სასუქი, გახანძლებებული მოქმედებით. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ მაკრო და მიკრო ელემენტს ოპტიმალურ თანაფარდობაში. პროექტის სახლი $1000-ად გარშემო ბალახის պես დამალულია საძირკვის გარშემო დამცავი ბეტონის ზოლი. ბალახი პირველ წელს იზრდება, საჭიროა გამოყვება. ფოსფორისა და კალიუმის მომატებული შემცველობა უზრუნველყოფს ბალახის ნარევების კარგ დაფესვიანებას და ხელს უწყობს ძლიერი ფერშტოთა სისტემის ჩამოყალიბებას. უზრუნველყოფს სცენარეების კარგ ზამთარ გასვლას და მთლიანობაში გაზონის მაღალ შენარჩუნებას. პატის გვერდით ეზოს ცენტრალური ადგილი აუცილებლად უნდა გამოყვებოთ. ხოლო ბაღის ბალახით მრავალი წლის განმავლობაში მუჩავთ ჩვენს ნაყოფიერ მაღალ და თბილ ქულებს. დადგადრო, როცა მხოლოდ აღება კი არა, ბალახისთვის ვალის დაბრუნებაც საჭიროა. სექტემბერში უფრო გრილდება და შემოდგომის წვიმების მოსვლასთან ერთად დგება საუკეთესო დრო ახალი გაზონის დასაგებად ან არსებული გაზონის შესანარჩუნებლად. ამის შემდეგ გაზონი კარგად უნდა მორწყათ, ამავდროულად უწყავ ბალახსაც კომპოსტერში და პენოპლექსსაც. ოქტომბრის დადგომასთან ერთად საჭიროა იფიქროთ არსებული გაზონის ზანთრისთვის მომზადებაზე.
საუკეთესო დროა შემოდგომის ფოსფორკალიუმიანი სასუქების შეტანისთვის, როგორც დამატებითი კვება. აი ასე ქვედა ხროლის გარეშე შესაძლებელია კუპელის დაცლა. დასახუნ თხევხაზებს ვეყნობი, მაგრამ ვსტივობ კვაფენზე სხვადასხვა ზომის ფორმები დავხატო. მცირე შესვენების შემდეგ უძველესი წარმართული რიტუალი გაგრძელდა. თითქმის 10 მეტრიან ბილიკზე ქვის ტექსტურის დასატანად სულ რაღაც სტომარანახევარი ფილების წევო დამჭირდა. შეიძლება ძალიან გაერთულო საქმე და ზედაპირს უბრალოდ წარმოუდგენელი სახე მისცე. გამკროებულ ქვებს თავიდან შპატელით ვასუფთავებ, შემდეგ კი ლითონის ჯაგრისით. მე კი ვცდილობ გამოვიყენო მაქსიმალურად მარტივი მიდგომა, მინიმალური შრომით და მაქსიმალური ესთეტიკური შედეგით. სოლი ნელ-ნელა იხსნება და შემოქმედებით პროცესს გემოს უღებს. საღებავად გამოიყენება ყველაზე იაფი კეთრი ფასადის საღებავი და დაახლოებით 5 ფერის კოლერი, რომ ქვებს სხვადასხვა ფერი მიეცეს. მე ვასრულებ ტექსტურის დატანას ბილიკის ბოლო აბანოსთან მიმდებარე ელემენტზე. ამჯერად გადავწყვიტეთ ბილიკის სწორედ მასთან მიგვეყვანა. ჩვენი გადახურული სივრცე მხატვრის სახელოსნოს დაემსგავსა, სადაც ტილოებია განლაგებული. აი მარტივი მასალები და ინსტრუმენტები, რამდენიმე სამშენებლო ფუნჯი და ჭურჭლის ზრუბელი. მე ბილიკის მონიშმელს მიწყებ. ორი სეგმენტი უკვე სულად მზადაა, აი ერთი ბილიკის ელემენტისთვის დახარჯული მასალების ხარჯთაღრიცხვა, რომლის სიგრძე 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი, ხოლო სიგანე 90 სანტიმეტრი. ნახევარი და კიდევ ერთი ფურცელი პენოპლექს კომფორტი, სკელით 3 სანტიმეტრი, 3 კვადრატული მეტრი მინისბადე, 10 კილოგრამი სალესავი ნარევი, 4 კილოგრამი ფილების წებო, სულ ცოტა საღებავი და ლაქი, რამდენიმე გრამი წებოვანი ქაფი, სულ ესაა. ხვაფენილის ქვების ტონირება ხდება შავი ფერით. თუ გაამრავლეთ მასალის ღირებულებაზე თქვენს რეგიონში, ზუსტად გაიგეთ თვითღირებულებებას. თოკი შეუცვლელი რამეა სწორი ხაზების გასავლელად. ამ ადგილზე ცოტა ხნის წინ მოხსნეს დაფებით შემოსაზღვრული საწოლი, რადგან სხვა ნაკვეთებზე მაღალი მოსავალი იყო. ადგილი სხვადასხვა ბალახითაა დაფარული და ზედა ნიადაგის ფენის მოცილება არ მენანება. სოლი ქვას ანათებს. ეხლა მის სისწრაფეს ნამდვილი ფასადის მუშებიც კი შეშუნდებოდათ. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქალის ჰობი უბრალოდ საჭირო მიმართულებით წავიდა. ვფიქრობ, ჰორიზონტალურად დაგებულ ბილიკზე ხატვას სოლი ალბათ არ დათანხმდებოდა. ვამოთმებ ყველაზე მარტივ ბილიკის დაგების მეთოდს პრაქტიკაში, რომელიც აქამდე მხოლოდ ჩემს თავში მქონდა წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ყველაფერი გამოდის. ვიხსენებ, როგორ ვტკეპნიდი ქვიშას, როცა მძიმე ბუნებრივი ქვის ბილიკს ვაკეთებდი და ხვდები, რომ ახალ ბილიკში ამ ოპერაციის გამოტოვება ძალიან მინდა. ხო, ეს ხო პირდაპირ მაგიდი ზედაპირია? ასეთი ბილიკის ელემენტები უნდა გამზნე იყოს, თუნდაც მხოლოდ ორ წერტილზე ეკორნობოდეს, ხოლო თუ უბრალოდ მიწაზე დაედება, მით უმეტეს. ერთმა ჩემმა მეგობარმა სცადა პენოპლექსისგან საკისრი კოჭის გაკეთება და იჩქარა თავი პიონერად დამოაცხადა. მას არაფერი გამოუვიდა, რადგან ვერ მიხვდა, რომ ამ მასალისგან კოჭები კი არა, პირდაპირ გადახურვის ფილები უნდა გაკეთდეს. სავარაუდოდ უბრალოდ ვერ შეძლო ამ საოცარ მასალაში ჩათვლობა. ექსპლოდირებული პოლისტიროლი უნდა გიყვარდეს, მასით უნდა იფიქრო. ხოლო მე ყველაფერს ზემოდან გადავუსვისანდო, მაგრამ იაფასიანი ტონირებული ანტისეპტიკური აკრილის ლაკი ქვისთვის. ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ბილიკი საერთოდ არ საჭიროებს საფუძვლის მომზადებაზე ხარჯებს, ხოლო ეს ხარჯები ხშირად შეიძლება გადააჭარბოს თავად საფარის ვილებულებას. ასეთი ბილიკების მონტაჟისას თითოეულ შეუძლია თავი არნოლდ შვარცენეგერად იგრძნოს, მოიპოვოს მეზობლების პატივისცემა და ძლიერ კაცად გაითქვას სახელი, ნამდვილ რკინის არნად. როდესაც უყურებენ როგორ ადვილად ამოძრავებთ ერთი შეხედვით ბეტონის ფილებს, მაშინაც კი ბოროკი მეზობელი აღარ გამოავლეს თავის ბოროტებას, ხოლო კეთილი მეზობელი გაიხარებს, რომ ასეთი ძლიერი ადამიანის გვერდით ცხოვრობს. ამ მეთოდის სასარგებლოდ მეტყველებს ხის ტროტუარებიც, რომელსაც ძველ რუსეთში მოსტკებს ეძახდნენ. ყველაზე ძველი მოსტკები რუსეთის ტერიტორიაზე ველიკი ნოვგოროდშია. ჩვენ შემთხვევაში მსუბუქი, მაგრამ კაპრიზული ხე ჩანაცვლებულია ისეთივე მსუბუქი და სრულიად უკაპრიზო მასალით ექსპლუატაციის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ბევრს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია იაფი სამეურნეო სამშენებლო მეთოდების დანერგვისთვის გამართული პირადი ტრანსპორტის ქონა. წინა ვიდეოში არხზე იაშა კოსიაკის სიმღერები ჩატარდა ჩვენი 15 წლის დოჯის კუზოვის რემონტი. ვიდეოს გადაღება 1 თვე და ნახევარი გაგრძელდა. მეცადე თვალსაჩინოდ მეჩვენებინა და დეტალურად მომეთქრო, რამდენი ძალა, საშუალება და დრო იყო საჭირო ჟანდიანი ავტომობილის წესიერ მდგომარეობაში მოსაყვანად. მინჯერ არ უნახავს, მულტ ვიდეოს ქვემოთ ვტოვებ. სხვათა შორის ამერიკულ ავტომობილში წარმოშთა ქაფი.
ხო ხედავ რა არის აქ. ხო ეს ხო საუკეთესო მასალაა, სანდო. დებილ ხუმრობა ჯდებს, მაგრამ ასეთი ბილიკები შეიძლება გაქილავებაზეც კი გასცე. მაგალითად, გასვლითი საზეიმო ღონისძიებებისთვის. სუპერ ინოვაციურ ბილიკს. ახლა დროის გამოცდა ელის. ასე რომ დაალაიქეთ. გამოიწერეთ ფესნი აშიკოსეკას არხი, გამოიწერეთ ჩემი ძენი, TikTok-ი და Instagram-ი, ყველა ბმული ვიდეოს ქვემოთაა. დააცეკით ზარსაც და მაშინ აუცილებლად შეგატყობინებთ. დიახ, მშვიდობას უფევდეს თემ სოფლიოში. მადლობა.